მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერება, მოდით ვნახოთ დღეს ჩვენ რას მოგიტანთ გაზაფხული, ხო? ვნახოთ ახლა რა ენერგიებში იმყოფებით და მე ვკითხოთ ტაროს. რით გაგვახარებს, ხო? კარგი პერიოდია გაზაფხული და ვნახოთ ახლა ჩვენ. ეხლა ვისთვის იქნება გაშლა, ვნახოთ ახლა როგორ ენერგიებში მყავხართ, ახლა ცოტა ასე მინდა რომ დაინახოთ ხოლმე თქვენ ეს. მაგრამ ნუ გაჩვენებთ თუ რამე. Так, რა ენერგიებში, იმედე დავჩემო. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და ხართ, აი აქ უმრავლესობა ხართ როგორ ენერგიებში, იცით? ელოდებით თქვენს ხმალების მეფეს, რა, ისეთ ენერგიებში ხართ და გინდათ რომ ეს თქვენი ხმალების მეფე გახდეს თქვენი იმპერატორი, რა. რომ ანუ ესე ну, არ ვიცი რა გითხრათ გოგოებო, რას მოგიტანთ გაზაფხული, ну, გიყვართ ეს ადამიანი თქვენ და ელოდებით, აი ეს არის თქვენთვის ახლა აქ მნიშვნელოვანი, რომ ნამდვილად მინდა რომ მოვიდეს. კიდე მოდით ახლა სხვა კიდე ავიღოთ. ახლა შეიძლება თქვენ ახლა ბევრ რამეს ფიქრობთ თქვენ საქმეზე. შეიძლება ზოგი ფიქრობს აქ სამსახურზე. მოდით როგორც ენერგია წავიკითხოთ ისე და ნამდვილად თქვენ გინდათ რომ მოიპოვოთ ისეთი საქმე, რომელიც თქვენ იქნებათ სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი პროფესიონალიზმი გააჩინოთ, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება ამას სწავლობს კიდევაც ახლა და ეს პროცესი მოგწონთ თქვენ, მაგრამ გინდათ რომ გახდეთ ამ საქმეში პროფესიონალი. ნუ ზოგი კიდე აქ არის როგორ თუ დაუშვოთ ახლა პარტნიორზე კი გითხარით პრინციპში რა, აქ უფრო მოლოდინი რა, აქ უფრო მოლოდინი, მაგრამ ან ელოდებით როდეს მოვა ეს და მოგიტან თქვენ სიხარულს, ზოგი შეიძლება ფიქრობს იმაზე, რომ აი თქვათ მყავს ეს ადამიანი, რომელსაც მინდა რომ ამ გაზაფხულზე სიტყვაზე მითხრას რომ ჩემი ცოლი გახდი, იმიტომ რომ მე ის მიყვარს, კი არის ცივი, კი არის ცოტა ისეთი ხასიათა, მაგრამ მაინც მინდა მასთან ურთიერთობა მქონდეს. აქ ეგეთი თემაც არის, მაგრამ რაც გითხარით ახლა პროფესიონალურ თემაზე, ეგაც აი გინდათ რომ თქვენ ახლა ნამდვილად გახდეთ აი ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცოდნა გასცეს პროფესიონალურ დონეზე, თან ახლა ძალიან აი თქვათ ბევრი კლიენტები შემოვიდეს, ხო, და ვისაც შემიძლია მე გავახარო. ნუ არის ძალიან მაგარი პრაქტიკა, შეგიძლიათ უთხრათ სამყაროს დაელაპარაკეთ და გითხოთ, რომ აი კიდე რით შემიძლია მე ვიყო საჭირო, აი კიდე რა შემიძლია მე გავაკეთო ისეთი, რომ დაუშვოთ ვიყო საჭირო ადამიანებისთვის. ანუ იმ მე ისეთი როგორიც აი თქვა დღეს ვარ, რით შემიძლია დავეხმარო კი ადამიანებს ნამდვილად კი. კი, აი ზუსტად ეს მომენტიც არის, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ გინდათ აქ თქვენი პროფესიონალიზმი სადმე გამოაჩინოთ, ცოდნაც გაქვთ ძალიან ბევრი, გინდათ საჭირო იყოთ, მაგრამ არ იცით შეიძლება კიდე რა შეგიძლიათ გააკეთოთ. ან იცით, მაგრამ ფიქრობთ უფრო კიდე მეტად მინდა რომ იყოს შეიძლება, რა თქმა უნდა, აქ ზოგი ფიქრობს მატერიალურ მხარეზეც, რომ მინდა რომ ფინანსური მდგომარეობა ჩემი გავაუმჯობესო დაუშვოთ, ხო? აი ესეც კი ბატონო, შეიძლება აქ ზოგისთვის ესეც არის. კი, რა შემიძლია გავაკეთო, პრინციპში აი ეს უნდა უფროს თქვათ, რომ და მე უკვე პასუხიც მოგივა. მოდით ვნახოთ აბა რითი გაგახარებთ გაზაფხული. ავიღებ აქ რამდენიმე კარტს და ვნახოთ, ახლა განვიხილოთ ჩვენ ეს პერიოდი. თუ იცანით რომ ეს არის თქვენი სიგნიფიკაცია, მაშინ ვნახოთ თქვენთვის რა იქნება, რა ჩქარობს, რა ინფორმაცია ჩქარობს თქვენთან, რითი გაგახარებთ თქვენ, თუნდაც ეს პერიოდი, ხო, რას მოგიტანთ? აქ ნახეთ აღორძინება არის რაღაც თქვენი, შემიძლია გითხრათ, რაღაცა ძალიან მართლა უნდა გაგიხაროთ. თქვენ ბევრს ფიქრობთ, აქ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ბევრი გეგმები გაქვთ, შეიძლება აი ნამდვილად, აქ არის ესეთი ადამიანი, რომელიც არის პრინციპში თავისი საქმის პროფესიონალი, არ აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული. აქ უბრალოდ ხარ თქვენში არის ძალიან ბევრი ენერგია. ამ ენერგიით თქვენ უბრალოდ ფიქრობთ, სად შემიძლია ეს ენერგია კიდე დავხარჯო, სად შემიძლია ვიყო მე დაუშვათ აი ეს ცოდნა, სად გავცე, ვის გავცე რა, იმიტომ რომ აქ გამცემი ადამიანი ხარ ძალიან რა,
ძალიან გამცემი ადამიანი ხარ, ძალიან ესეთი აი უსმენთ შეიძლება თქვენს ანგელოზებს, თქვენ სულს უსმენთ რა და ანუ მაგრამ აი გააქვთ ეს ენერგია დაუხარჯავე შეიძლება დანახა გაზაფხული როცა მოდის, რა თქმა უნდა, ყველაფერი იღვიძებს, ჩვენს ვიღვიძებთ და უეჭველეთ თქვენს გინდათ რომ ნამდვილად იყოთ საჭირო. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ნახეთ, როცა საჭირო გინდა შენ იყო, როცა შენ გინდა რომ გასცე თქვათ და არ ეს თქვათ შენი ენერგია იყო საჭირო სხვებისთვის, რა თქმა უნდა, შენთანაც ხო მოდის ყველა ვარიანტში რა. აქ ძალიან ბევრი გაქვთ თქვენ კიდე ენერგია, ნახეთ, აი ვინც ელოდება თქვათ ამ იმპერატორს, აქაც მაჩვენებენ იგივეს, რომ თქვენ რომ ელოდებით ამ იმპერატორს და მოლოდინის ენერგიაში რო ხართ, ხო? აი აქ ცოტა თქვათ ეს ენერგია შეიძლება გაქვთ დახურული კიდე, იმიტომ ვერ უშვებთ ამ ენერგიას საბოლოოდ, იმიტომ რომ ნახეთ, სადაც ჩვენი ფიქრი, იქ მიდის ჩვენი ენერგია, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აქ ამის გამო, რომ აი თქვენ მოლოდინის რეჟიმში რო ხართ და რო ვერ გამოდიხართ ამ ფიქრებიდან, ხო? მას თქვენ კეთებთ თქვენს ენერგიას, ეგაც იცოდეთ რა. ამიტომ ახლა სულ შეიძლება ძალიან ბევრი ფიქრები კი გაქვთ ამ ადამიანს, აი ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ, იმიტომ რომ კი მნიშვნელოვანია ეს ადამიანი, აქ შეიძლება დაუშვოთ დიდი ხანი რაღაცა აი როგორ არის იცით, აი შეიძლება თქვენ ახლა დაუშვოთ აი ეს ადამიანი როცა არის თქვენს გვერდით, ხო? აი თქვენთან თითქოს მოდის აი ეს ენერგიაც მოდის, ფულიც მოდის, ხო? მაგრამ აი ეხლა თქვენ ნერვიულობთ, იმიტომ რომ პრინციპში ეს არის თქვენში ეს ისევ გეუბნებით, რომ ენერგია არასწორად გაქვთ თქვენ მიმართული, რომ ძალიან ბევრი ენერგიას გართმევს თქვენ ეს ფიქრი. გაუშვეთ ამაზე ფიქრი, გაუშვით ამაზე ფიქრი და ნახავთ თქვენ ახლა მე აი გამოდით ამ სიტუაციიდან. აქ თქვენი ადამიანი დაბრუნდება, აქ ხედავ რომ თვითონაც ეს ადამიანი რაღაცა არის ტრანსფორმაციებში და შეიძლება შორს არის სადღაც და ეს შორი აუცილებელი იყო თქვენთვის, აქ ისტორია ეს მიყვებიან, მაგრამ კარგი იყო, შეიძლება ეს ადამიანი მოულოდნელად წავიდეს, შეიძლება თქვენ რაღაცა უთხარით ამ ადამიანს, მაგრამ ეს სიტუაცია კარგი არის თქვენთვის, იმიტომ რომ ადამიანის რაღაცას გადის იქ თქვენი პარტნიორი, ხო? მაგრამ თქვენც ამ დროს ვითარდებით და ნამდვილად დიდი სიხარული გელოდებათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენთან დაბრუნდება, ნერვიულობთ მაგაზე და ძალიან დიდი სიხარულსაც მიიღებ და მე იტყვით რომ რა სისულელეს ვაკეთებ და რაზე ნერვიულობდი, მაგრამ ამავდროულად თქვენ აქ ნახეთ, ისედაც იცით რომ ეს ადამიანი დაბრუნდებათ, ხო? და გიბრუნდებათ, მაგრამ მაინც ნერვიულობთ რა, აი სულ რაზე ნერვიულობთ არ ვიცი რა, იმიტომ რომ თქვენ თუნდაც გრძნობთ რომ მაინც მოვა ჩემთან, ხო? უბრალოდ ცოტა ხა დრო ჭირდება იმასაც რა, აქ ძალიან განიცდით რა, გამოდით ამ სიტუაციიდან, ნერვიულობთ, იმიტომ რომ თუ თქვენ გულით სულით გრძნობთ რომ ეს ადამიანი მაინც თქვენია და დაგიბრუნდებათ, მაშინ ინტუიციას ცოტა დაუჯერეთ რა, არის აუცილებელი და უბრალოდ თქვენ ენერგიას ხარჯავთ ამ აქ სიტუაციაზე, იმიტომ რომ თქვენ მე სხვა რამეშიც ვერ რეალიზდებით და ესეც თქვენ გაწუხებთ ძალიან. იმიტომ რომ სულ გეუბნებით ხოლმე რომ ფული ჩვენი ჩვენი დანიშნულება, ხო, საქმიანობა რაც არის, ხო და ურთიერთობა ერთმანეთზე ძალიან დაკავშირებულები არიან, ძალიან, ეს ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ შენ როცა სულ ენერგიას უშვებ იქ იმაზე ფიქრებს, ხო, შენ უკვე მე იღლები რა, რატო იღლები? იმიტომ რომ ენერგია აღარ გრჩება უკვე სხვა რამის, აღარ მაინტერესებს, აღარ მინდა, მოდი ხო არ დავისვენო, მოდი ხო, კი კარგია დასვენება, წადე, გაისეირნე თქვათ, ხო, დაუშვა სადმე ადგილი შეცვალე, სადმე წადი, ხო, ცოტა ხანი დრო გაატარე მეგობრებთან თუნდაც, ხო, რომ აი გადაერთე სხვა რამეზე, იმიტომ რომ ეს ენერგია, ხო არ არის ახლა თქვათ იმდენი რომ შენ ახლა თუ მთლიანად იმაზე უშვებ რომ მოვა არ მოვა დაბრუნდება არ დაბრუნდება, ახლა აქაც მე უკვე მოიკოჭლება სიტუაცია და შენ ახლა მე ფიქრო აი ფული რატო არ მოდის რა,
ესად არის ფული. იმიტომ რომ შენ ახლა რაც უნდა დაგეხარჯე თქვა შენს განვითარებაზე, შენ საქმიანობაზე, ხო, იმაზე რომ როგორ გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრება, ამ ენერგიას იქით უშვებ უაზრო მოლოდინში. ამ დროს იცი რომ დაგიბრუნდება თუნდაც, ხო, მაგრამ არა, მაინც უნდა დავრწმუნდე და ის, აი ეგეთ მიმივხვდეთ, ხო, რაზეც არის საუბარი. ნუ მოდით ახლა ვნახოთ, ახლა ჩვენ ახლა აქ რას მოგიტანთ თქვენ გაზაფხული, პირველი რა სიხარული მოდის, აქ რაღაცა ძალიან შეიცვლება. მე-20 არკანი, ანუ თქვენი საგვარეულო დაგიდგება თქვენ გვერდში ნამდვილად და ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. მოდით აბა ვკითხოთ, რა ცვლილებები მოდის აქ ისეთი. მოიცადეთ რაღაც ეს წამოვიდა, აბა მითხარი შენ. რატო? რაც რაღაცა ცვლილებები წამოვა თქვენთან ცხოვრებაში და აი რაღაცა სიტუაცია შეიძლება, რას ეხება ეგ სიტუაცია? ნუ აქ აი გეუბნებით რა, ამ თქვენს იმაზე, რა ქვია, პარტნიორზე რა. რაზეც თქვენ სულ ფიქრობთ, ვისაც თქვენ ელოდებით. აქ ცვლილებები მოხდება აუცილებლად, ეს სიტუაცია შეიცვლება, ანუ ზოგისთვის კიდე შეიძლება საქმიანობაში დაუშვოთ თქვენ ელოდებოდეთ კლიენტებს თქვათ, ხო? აქ კლიენტებიც მოგივათ, თქვით სამუშაოს თუ ეხება, ხო? დაუშვოთ თქვენ ახლა აქ ფიქრობდით რომ ნუ რაღაცა ინფორმაცია შეიძლება გაინტერესებდეთ, ხო? ის ინფორმაციაც აუცილებლად იქნება. შეიძლება ფიქრობდეთ, ეძებდეთ გამოსავალს, რა გავაკეთო, კითხვა გქონდათ, ხო? მოგივათ რაღაცა ისეთი ინსაიტი, რომელიც თქვენ აი ბიძგს მოგცემს კი და გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. აქ დაგეხმარება და ნახეთ ძალიან კარგი არის, აი ესეთი, ნუ ასე ვთქვათ, ლოცვა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ლოცვა, როცა ღამე დაწვევით, დახუჭეთ თვალები და თქვენ საგვარეულოს დაელაპარაკეთ და გითხეთ რა, რომ ჩემო საგვარეულო მანახე რა უნდა გავაკეთო მე იმისათვის, რომ უფრო ეს საჭირო რო ვიყო, თქვათ, ხო? ანუ რა უნდა გავაკეთო, სად არის ჩემი ეს გზა, ნუ მე უკვე მატრიცაზე არ ვლაპარაკობ, მე უბრალოდ გეუბნებით თქვენ, იმიტომ რომ ბევრი ველაპარაკი წინა ვიდეოში ახლა რომელიც ჩაგიწერეთ თქვენ დიდ არხზე და იქ თუ გინდათ მოусმინეთ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია წამოვიდა ნაკადიდან თქვენთვის და ანუ ვისაც ეს პოზიცია აინტერესებს, ნუ ყველა ვარიანტში თქვენ აქ მიიღებთ რაღაცა ინფორმაციას, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ეხლა თქვენ ხართ, თუ ეძებთ კითხვებზე პასუხებს, ყველა ვარიანტში მიიღებთ, უბრალოდ ხშირად დასვით ეს კითხვა რა, რომ ანუ ჩემო საგვარეულო დამეხმარე, ხო? მითხარი, გზა მაჩვენეთ, რა გავაკეთო, რა შემიძლია გავაკეთო მე, რომ თქვათ ეს სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფები, ჩემთვის სასარგებლოდ დასრულდეს, თქვათ და სხვებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ცხოვრებას ახლა ცუდად არ ვეხებით, ხო? კი, ყველა ვარიანტში ეს იქნება აქ. შემდეგი რა გაგეხარდებათ, აი აქ რაღაცა ძალიან ჩქარობს თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა ძალიან დიდი წინსვლა გექნებათ ყველა ვარიანტში, რაღაცა შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში, რათან ძალიან რაღაცა ჩქარობს თქვენთან, აქ ნახოთ ახლა რა ჩქარობს, ახლა რა გაგეხარდებათ, რა ცვლილებები, რასთან დაკავშირებით იქნება ეს სიხარული და რა გაუხარდება აქ ადამიანს. რა არის, რა შემოდის, რაღაც ენერგია მოვა. ნახეთ, აი ეს ენერგია გიბრუნდება თქვენ. თითქოს რა კი აქ ნახეთ, აქ არის შეიძლება თქვენ ნამდვილად აი დაუშვოთ ახლა აქ ვიღაცა ძალიან ჩქარა სურვილი აგისრულდებათ რა და სხვათა შორის რაღაცა პერიოდი დამთავრდება და რაღაცა აი ანუ თუ დაუშვოთ თქვენ აკეთებდით რას ნახეთ ნუ წერდით თქვა აი დღეურს თქვა მე როგორც ვასწავლებ ხოლმე ჩემს სტუდენტებს რომ ანუ ეს მადლიერების დღეური კი თუ თქვენ ამას წერთ იცოდეთ რომ ძალიან მალე აგისრულდებათ ეს სურვილები რა აი შეიცვლება სიტუაცია ძალიან კიდე დამთავრდება პერიოდი სადაც თქვენ აი ზუსტად ეს უენერგიოთ რო იყავით რა და ნამდვილად აი ეს მომენტი როცა თქვენ აი სხვათა შორის ენერგია ხო იმიტომ გითხარით რომ მოგივათ რა იმიტომ რომ თქვენ აქ იჯეკით
დიდი ხანი სიტუაციაში, მოლოდინის სიტუაციაში იჯეკით, მარტო იჯეკით შეიძლება აი ჩაკეტილი და აი სულ რაღაცას ელოდებოდეთ და შეიძლება არ გჯეროდეთ. აი ეს ენერგიები წავა თქვენიდან, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ეს გამოგაფხიზლებს შეიძლება ეს პერიოდი, რა პერიოდიც მოდის, ნუ გაზაფხული როგორც დავიწყოთ ჩვენ, ხო, აღვიძებს ადამიანს ყოველთვის და ნამდვილად აი თქვენ აქ რაღაც თითქოს აი მოგემატებათ ენერგია და გამოიღვიძებს. სხვათა შორის თუ თქვენ დაუშვათ გინდოდათ სადმე წასვლა, თქვა საზღვარგარეთ შეიძლება ხო, ან შეიძლება ენების სწავლა გინდოდათ ხო, ან რაღაცა აი აქ აუცილებლად ეს სიტუაცია იქნება. მოერევეთ, აქ გამოდიხართ თქვენ უეჭველი გამოდიხართ სიტუაციიდან, რომელიც იყო შეჩერებული. ყველა ვარიანტში, აი რა დარგშიც არ უნდა იყოს, ბევრნი ხართ, ამიტომ თქვენი დაიჭერეთ რა. თქვენ ამ სიტუაციიდან გამოდიხართ და ძალიან კარგ ენერგიებში შედიხართ. ნუ კიდე შემდეგი, აი ტრანსფორმაცია ხო გეუბნებით რა. აქ რაღაც ეს პერიოდი, ნუ პრინციპში ჩვენ ახლა სულ ყველა ხო ცხოვრობდეთ და ვიცით რომ ეს რო იყო ახლა დაბნელების დერეფანი, ამ დერეფანმა ძალიან დიდი განწმენდა გააკეთა და რაც უკვე საჭირო არ იყო ჩვენ ცხოვრებაში, თქვა, ნუ აქ მაჩვენებენ რომ თქვენ დაუშვათ, ახლა შეიძლება ზოგი ხა სიყვარულზე ნერვიულობდა, შეიძლება ზოგი ფულზე ნერვიულობდა, ნუ რაღაცაზე ნერვიულობდა, ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, გაიგეთ? შეიძლება ზოგი მარტო იყო და საერთოდ აი მინდა სიყვარული, მინდა რომ თქვა, ახლა შეიძლება აქ დაუშვათ თქვენ როგორ ხართ, იცით, დიდი ხანი იჯეკით ახლა და საერთოდ არ გჯეროდა თუ თქვენ ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს, თქვა, ნამდვილი ასე რომ თქვა, ასე წოდებული მამაკაცი, ხო? იმიტომ რომ გულნალტკენი იყავით თქვენ, თქვა, ნუ წარსულ ურთიერთობას, მე სულ მაგას გეუბნებით ხოლმე, რომ სიყვარული არის ენერგია და არა ის ადამიანი, რომელიც შემოვიდა, იმან გული გათქენა, იმან რაღაცა გააკეთა თავისი ამოცანა, ნუ ჩაატარა, წავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვა, სიყვარული არ არსებობს და რაღაცა, ხო, ეს სისულელე. და აქ შეიძლება თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნამდვილად მე მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში შემოუშვა ადამიანი, ვისაც მე ნამდვილად აი ეს სიყვარულისთვის მინდა რომ შემოვიდეს ადამიანი. აქ არ არის თქვა, ნუ ყველაფერი ჩემი პრობლემები გადამიწყვეტოს, კი გაქვთ აქ რაღაც პრობლემები, მაგრამ ნუ ეს უკვე ძალიან გრძელი თემა, ახლა გადავალ ძალიან ისე რა ქვია ამ თემებში ძალიან ღრმად შევალთ რა, რატო და რისთვის და ვნახოთ, აბა აქ ესე იგი აქ რა ტრანსფორმაცია, ანუ როგორ რა მიდის, იმიტომ რომ აქ იმენა ვხედავ, რომ რაღაცა თქვენი ცხოვრებიდან წავა, რა უნდა წავიდეს. ლოდინი, აქ რაღაცის ლოდინი გაქვს, ხო? პლუს კიდე აქ ტრანსფორმაციას გაევლით, ნახეთ, აქ შეიძლება დამთავრდება რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ აი აქ ისე მაბრუნებენ ურთიერთობაზე რა. ნახეთ, თან მარტო ურთიერთობაზე არა. იმიტომ რომ აქ პენტაკლები როცა არის, შეიძლება თქვენ იჯეკით როგორ იცით, აი ძალიან იყავით მატერიალურზე სხვათა შორის, აქ ვიღაცა მიჯაჭული, ხო? და ანუ მხოლოდ ცხოვრობდით იმით, რომ აი ფული თქვა, ან მატერიალური ცხოვრება, რაღაცის შეძენა, რაღაცა თქვა, აი ეს ნამდვილად თქვენი აქ რაღაცას ტრანსფორმაციაში შეხვალ და აქ შეიცვლებით თქვენ და შეიძლება უფრო სხვანაირად იქნა, თქვა, უფრო სულიერ გზას გაყვებით რა, ანუ მიხვდებით, რომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ თქვა, ეხლა მატერიალური მხარე ამ ცხოვრებას არ აქვს. არსებობს კიდე სხვა კიდე ეს სულიერი, ასე რომ ვთქვათ, გზა, რომელიც უნდა გაიგოთ. ნუ პრინციპში თქვენ რო არ იყოთ ეგრე, ახლა აქ ამ ჩემარხზე ვერ გაჩერდებით, იმიტომ რომ ეს სულ უფრო მაგაზე მაქვს აქცენტი და აქ თუ არ ვითარდებით, შეიძლება აქ ვიღაცისთვის დასრულდება პირიქით ეს გაკვეთილი რა. ანუ და ნუ უფრო კიდე აქ შეიცვლება სიტუაცია, თქვა, თუ თქვენ იჯექეთ ხო, პენტაკლები არის, გეუბნებით რა. აქ რაღაცა შეიცვლება თქვენი ფულის თემაში სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება წავა. იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაც შეიძლება ნახათ, ან ახალი საქმე მოგივა, ახალი წყარო შეიძლება მოგივა, ახალი შემოთავაზება, რომელიც თქვენ გაგიყვანთ ძალიან დიდ თანხებზე. ნახეთ? და აქ იქნება უდიდესი ნახტომი. იმიტომ რომ ნუ პრინციპში ახლა ვინც ამაზე ახლა მუშაობს, ხო, ამ თემებზე და გიყვართ თქვენ ეს თემები, როგორც მე მიყვარს, ხო, ეს სურვილების ასრულების ყველანაირი იმებს რომ ვიძიებ.
ყველგან ეს მიყვარს ძალიან. აი აქ თქვენ ეხა რაღაც იცით როგორი მომენტი არის, აი იცით რა იქნება, აი თითქოს გაშვება, იცით? აი რასაც თქვენ მნიშვნელობას აძლევდეთ, გაიგეთ? თქვენ აი ეს ხო არის სურვილის რო ჩაიფიქრებ, ხო უნდა გაუშვა, ხო? და შეიძლება თქვენ ეყავეთ ამაზე მიჯაჭვული, თქვენ ელოდებოდით ამას, თქვენ ამას გაუშვებთ რა. და ზუსტად როცა მიდგომას შეცვლით, ხო? აქ შემოვა, ანუ უდიდესი ნახტომი მაგ დროს მოხდება რა. აი ეს მომენტი იქნება, როცა შეიძლება იტყვი რომ всё უკვე არაფერი არ შესრულდა, არაფერი არ არის, всё გაუშვი მე, всё აღარ მინდა. აი ზუსტად მაგ დროს მოხდება ძალიან დიდი ნახტომი, კი. ნუ სუპენტაკლები არის რა. და სხვათა შორის ეს კიდე თუ დაუშვდა იტყობა არ მქონდა შეიძლება აქ ურთიერთობაზე რომ დავიწყე. აქ შეიძლება ისიც იყოს, რომ დაუშვოთ თქვენ რომ ვისაც ელოდებით ძალიან და რაღაც დამოკიდებული უკვე ხართ მაგის გამოჩენაზე, თქვენ აი აქ სიტუაცია შეიცვლება, შეიძლება ადამიანი გამოჩნდება, მოგწერს რაღაცას, თქვა წერილს და მე მიდიხარ თქვენ უკვე ამასთან ბედნიერ ოჯახში, ურთიერთობაში რა. კი, და აქ არის როგორი კიდე მომენტი, თქვენ შეიძლება აი აქ კამათის მერე იქნება შერიგება ყველა ვარიანტში ვიღაცასთან რა. და კიდე გეუბნებით, რომ აი თუ დაუშვათ ეს ეხება თქვენს ფინანსებს, ან ეხება თქვენს თქვათ სამსახურს, თქვენ შეიძლება არ გჯეროდეთ, მაგრამ აუცილებლად დასტაბილურდება სიტუაცია. აქ რაღაცა რთული პერიოდი მთავრდება, იცით? ნუ ყველა ვარიანტში მოლოდინიდან რო გამოდის ვიღაც აქ უეჭველი ვიღაც კიდე ან წერილს მიიღებთ, ან რაღაც შეტყობინებას მიიღებთ და სიტუაცია შეიცვლება, ძალიან გაგეხარდებათ. ის სიტუაცია, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებდათ, ყველა ვარიანტში აქ შეიცვლება თქვენთვის სასარგებლოდ, იმიტომ რომ შეიცვლება, როგორც იყო, არ იქნება. ანუ თუ იჯეკეთ მოლოდინში ნერვიულობაში, ასე რომ ვთქვათ, კი ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან წავათ. შეიძლება ეს ეხებოდეს, გითხარით თუ ფინანსებს ეხება, აქ შემოვლენ რთული პერიოდი დამთავრდება და შემოვლენ თქვენთან კლიენტები, ნაკადიც იქნება ძალიან კარგი და ბედნიერი იქნებით თქვენ. იმიტომ რომ აი ვიღაცას თქვენ თვითონ მოიზიდავთ თქვენს ენერგიაზე და ნამდვილად სიტუაცია აქ შეიცვლება უკეთესობისკენ, ჩემო ლამაზებო. ნუ რა თქმა უნდა, მაგას გისურვებთ მეც თქვენ გულით და სულით.